ფოტოები გადაღებულია კიკოძის ბაღში ცნობილი მოვლენების დროს და მას შემდეგაც ერთი არის მარი მიკურაძე დიეფოჩიდან, ერთი არის ნინო რობაქიძე კავკასია, დანარჩენ ჩვენი მეგობრები ნოდარ ხუციძე. ალიკო ორი სიტყვა სამი თვეა თბილისის მერია ხედავს რა ხალხი იკრიბება რაღაცის გამო და გაურბის საჯარო შეხვედრას ვითხოვთ სამი თვეა სადაც მერია დაგვისაბუთებს რა ბედი ელის დაგვისაბუთებს დოკუმენტებს გაჩვენებს იმის თაობას თუ რა ბედი ელის ამოედას და სამი თვეა საჯარო სტრუქტურა ჩვენს მიერ არჩეულ დაფინანსებული ჩვენთან მოქალაქეებთან შეხვედრას გაუგებს. Noi tu მართლები არიან, თუ მართლა იმას აპირებენ, აცხადებენ ხოლმე დრო და დრო. მაშინ რა გახდა ეს? რატო არის პრობლემა? ერთი საჯარო შეხვედრა, სადაც განაწილების პირები გვეტყვიან რა და როგორ. სანამ არ გაგცემენ ნორმალურად პასუხს, მანამდე გაგცემთ. ეს არის კამპანია შეგეხება, რომლის მიზანიც არის რომ შეიცვალოს ის კანონები, რა კანონებიც პარლამენტმა მიიღო ეს დეკემბრის თვეში და რაც პირდაპირ შეიძლება გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ, თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ. თუ როგორ აი ამ ბროშურაშია ჩამოყალიბებული, შეიძლება აზრის ღიად გამოთქმისთვის აღმოჩნდეთ ციხეში, ან შენი ოჯახის წევრს შეექმნას პრობლემა, ან იმ ორგანიზაციას, რომელ ორგანიზაციაშიც მუშაობ, მარტო იმიტომ რომ კანონმა ჩათვალოს, რომ შენ ხარ პოლიტიკურ პარტიასთან არაპირდაპირ დაკავშირებული პირი. მოკლედ ეს არის აბსურდული ცვლილებები, აბსურდული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შეცვლასაც ჩვენ უნდა მივახციოთ. ამ ცვლილებების გარეშე ჩვენ ვერ გვექნება სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ამიტომ ეს კამპანია უნდა გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე არ მივახცევთ აი ამ ცვლილებებს. და ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ინტერესთა ჯგუფი, ორგანიზაცია ჩაერთოს ამ აქციაში. Еще 20. Давай. Нет, играй. ყველაზე მძაფრი მომენტები, ყველაზე საინტერესო რა იყო? ყველაზე მძაფრი და საინტერესო გამორჩევა ძნელია, მაგრამ ყველაზე ცუდია, როცა შენ საქმეში გეშლება ხელი და როცა შენ საქმეს ვერ აკეთებ. მაშინ როცა ყველაზე მეტად ეს საჭირო არის, მაგალითად, როცა საჯარო სივრცეში ხდება დაკავება და ამას არ გაღებინებენ და გეუბნებიან, რომ კანონს იცავენ სამართალდამცავები. მეორე ადგილას მაგალითად ვაკის პარკშიც იყო ესეთი რაღაც, როცა საჯარო სივრცეს ეხებოდნენ პირები და იქ ხელს მიშლიდნენ. როცა კიკოძის ბაღში უკანასკენ დღეებში მოხდა დაჭერა. მინდა გითხოთ თქვენ ანა ჯანაშიას, რას ფიქრობთ დღევანდელ მდგომარეობაზე? რას ფიქრობთ და პრობლემა არის ის, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ არ ხდება ძირითადად აი მერიის მხრიდან, მუნიციპალიტეტის მხრიდან არ ხდება ორი მნიშვნელოვანი საკითხის დაცვა. პირველი ეს არის კანონის დაცვა, თვითონ კანონების დაცვა და მეორე ის, რომ თბილისში ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე სკვერების და ბაღების არსებობა და საერთოდ ტენდენცია ისეთია განვითარებულ სამყაროში, რომ პირიქით ხდება ამ მწვანე ნარგავების გაზრდა და გაფართოება. ძალიან სამწუხაროა, თბილისში გვაქვს ესეთი სიტუაცია, სადაც ხდება ის, რომ ძალიან ესე იგი არანაირი კანონების დაცვის, არანაირი მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით პირდაპირ ხდება ამ ნარგავების მოდა. ელემენტარულად უნდა დაცული იყოს ის ხაზი, იგივე ძველ თბილისში უნდა არ უნდა გაკეთდეს დისნეილენდის ტიპის თბილისი, არამედ უნდა დაცული იქნას ძველი ისტორიული
კულტურული მემკვიდრეობა. იგივე პარკებში უნდა დაცული იყოს და აღდგეს უნდა დაემთხვას ველურ ბიოტოპს და არა თქვათ რაღაცა მეტლახის და ბეტონის გაკეთებული ბაღები.